ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება კომპანია USA to Georgia. მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ ვისმენთ ახალ პროექტს ერთირმა მასშტაბში. და ხო, 10,000-ზე კიდე რობოტი. მოგესალმებით. პროექტი ნომერი 2. თუ ჩანს კადრში. გამოჩნდება, დავანახოთ რა არის. ხო, აგერე. აი ესეთი ნაწილები ჩამოგვივიდა. ვინც პირველად უყურებთ ამ ვიდეოს. ისევ და ისევ. ფორსაჟი. Und ამჯერად იქნება აი ეს ავტომობილი. ისევ ბრაიანის მანქანა. კი ბატონო. როცა ეს შემთხვევით ნახე მე იყო გამოფენასავით. აი პრეზენტაციებს ვაკეთებენ ხოლმე ჟენევის ავტოშოურუმში. ეგეთი ამბავი არის საკოლექციო მოდელების გამოფენის ამბავში. და ალტაიას ჰქონდა ეს შემდეგ პროექტი. პროტოტიპი იყო და მალევე გამოუშვეს რა. კი ბატონო. ამას სხვათა შორის ველოდებოდი, იმიტომ რომ Dodge ყავთ. Nissan ყავთ. და ესეც უნდა ყოფილიყო. საერთო ჯამში რო აიწყობა აი ესეთი იქნება. კი. ეს სტანდარტული პროტოტიპი როგორც ნახე, ცოტა მაღალი იყო. კი ბატონო. ეს პადლენსკა რა ეგრეთ წოდება. ეს არის სარეკლამო ისა. სარეკლამო ჟურნალი არის აგერ რომელიც აი ამ ხელზე იშლება. კადრში იმედია კარგად გამოჩნდება. არ ამგონია, მაგრამ ხო. ხო. ნუ აქ აღწერილი არის აგერ დაკეცილ მდგომარეობაში. სალონი და ძრავი და როგორი იქნება? ხო, როგორი იქნება. სად რა ეყენება და ასე შემდეგ. ხო, და აქ ბოლო გვერდზე არის რეები მოყვება საჩუქრად. ფორსაჟის თემას ვაგრძელებთ რა ისევ ერთი რომ კი, რა თქმა უნდა, ფორსაჟის გარშემო ტრიალებთ. ამ მანქანის განხილვა უგონთ 1.53 მასშტაბით დევს პროექტადაც დევს. კი ბატონო. ეს მესამე კრუგზე წავედით. ხო. მოკლედ პირველი 5 ნომერი ჩამოგვივიდა. ხო, ეს ვიდეო არა, ეს პროექტი გაიყოფა ვიდეოებად. რა თქმა უნდა, ასეთი ნომერი იქნება სულ და ასეთ ნომერში უნდა აიწყოს მანქანა. ხო. რომელიც მაქსიმალური დეტალიზაციით არის, ძრავი, სალონი, ყველაფერი აქვს და თან ხო, მოტორი ხმაც აქვს. კი ბატონო, ეგრეა ნამდვილად. და ფარები ინტი. ყველაფერი მუშაობს. დავიწყეთ. დავი. მოდი ახლა გავხსნათ. так, გადაჭიმ ჯადოს. ეს როდის დაიდება, არ ვიცი. ხო. ნუ ჯერ პირველი პროექტი არ დაგვიგვია, იმიტომ რომ 10,000 გამომწერს ველოდებით. 5,253 გამომწერი გვაქვს. რო პირველი პროექტი 5,000 არა, 4,000. 5,000-ია. ხო, მე 10,000-ზე რო ავიდეთ 4,000. 5,747 გამომწერი ამ მომენტისთვის. ხო. ანუ 4,000 გამომწერი. 4,000. ნუ 4,000-ზე ცოტა მეტი გამომწერი გვაქვს. სულ რაღაც. ხო, ჩვენ კი ვერთობით ამით. ხო, სხვისი არ ვიცი და მე კაი სიამოვნებას ვიღებ ამით. ხო. თუ მინდათ რომ თქვენს მალე ნახოთ, უნდა გამოიწევოთ. რა თქმა უნდა. ამას რომ ნახოთ ყველა ვარიანტში 10-ზე მეტი იქნება. ეგრეა. ამას ხო, მოყვება ისა. ეს გადავუხა. ამოიღოს და ვიტყვით მოყვება. ხო. პირველი ნომერი როგორც ყოველთვის ყველა მანქანაში არის ხოლმე წინა ბამპერი. წინა ბამპერი კი ბატონო. ისეც უამბობ რა. რომელიც 94-ის მერე რა უნდა გამოიყენოს რა. და აგერე გამოიყენოს. ესეთი შეფუთო აქვს. ცოტა ნოსტალგიებს კი ვიწევთ. აგერა. რა მაგარი დეტალიზაცია. ეს პირველად გავხსენით, არ გაგვიხსნა.
კი ბატონო, აგერ თქვენ თვალწინ ხსნით. აი ესეთი ცხვირი გვაქვს. ცოტა ნოსტალგიებს კი ვიწევთ ამ ვიდეოებით, მაგრამ ნამდვილად. Так, მოდი მივყვეთ ინსტრუქციას. ინსტრუქციას მივყვეთ და რაღაცებს ვიტყვი რა, თვითონ ამ 1.8 სუპრას. ყველაზე მეტად მეშინოდა ფერის. კი ბატონო. იმიტომ რომ ამ ფერის დასმა სული თემაა. ესე იგი ვიწყებთ სტიკერების დაკვრით. სტიკერები უნდა დავაკრათ. წყალი ხო არ ტიტება. აგერ. ათი ვერ გამოყვა. სახრახლის. ხო. ეს ყველა პროექტს მოყვება. ყველა მანქანას. აი ამაზე ეკრობა სტიკერები. რა სტიკერები? აი ესენი, აი 4 წალივე. წყალი დაგჭირდება არა. პირდაპირ. პირდაპირ. ხო, ეს ცოტა განსხვავებული თემაა. ასაწყობად. ხო, სხვანაირია. რასაც აწყობს ხოლმე ის პლასმასის არის ეს რკინისა. ესე იგი აქ ნახე რა ხდება. ხო, 4 წალი უნდა დაეკრას და მერე წებდება შიგნიდან ეს. დარწმუნებული ხარ? ხო, აგერ ეგრე მაჩვენე. არ შეგისაუბრე. და არა, რა? შიგნიდან არ ეკრობა. ხო და ეგ იცი. შურუპებით მაგრდება. შურუპ. ანუ წებო ყველა ვარიანტი დაგჭირდება. მოდი ეს ბოლოს იმას ავქნათ, ჯერ არ გჭირდება ეს. პირდაპირ შურუპებით მივამაგროთ. ხო. და მერე იმას ხო. აკაც როგორც GTR-ში აგერ დანომრილი შურუპები მოყვება. ხო, ესე არის. თავისი ნომერი აქვს. ერთი, ანუ ბევრი უნდა ეყაროს შიგნი და ერთი უნდა გარჩის. ხო, ეგრე იყო 3 წალია და მაჩვენებს რომ 2 წალი უნდა გამოვიყენო. ხო, ეგრე იყო იქაც, ერთი რჩება. და მე ახლა დამჭირდება ჯამი. 1 წალი დავტოვოთ. და დავაყენოთ. ხო, თავარი არ მიტყვია. ეს არის ამ მომენტისთვის საქართველოში ერთადერთი Toyota Supra Forza-დან 1.8 მასშტაბში. როგორც ის 94 არის. ნამდვილად ეგრეა. ხო და ამ 1.8-ების აწყობას კიდე ვაფშე სხვა მუღამი. კი. სულ სხვა რაღაცა არის. ხო, გავიკეთო. თორე ოიც ბრუციანი ვარ. როგორ იყო? ამას რომ მიყვანს. გასაკეთებელს და ეს რა ჯართი მოიყენებია. ხო. შიგნით ჩაიხედე რა დევს. და რო ჩაიხედავს მე მიხვდება რომ აწყობა დგის. და კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი რომ არა Forza-ი ეს მანქანა ეგეთი პოპულარული ვერ იქნებოდა. ანუ Forza-მა ატია ჰაიპი რა მანქანას. ვერ იქნებოდა სოფლიო მასშტაბით. ხო, ანუ Forza-მა გააკეთა ძალიან დიდი საქმე. Toyota-სთვის. ნამდვილად ეგრეა. და ერთი რაღაცას ვიტყვი კიდე რომ სტოკ ვიზუალზე ეს მანქანები. ესეთი ლამაზები ვერ არის. და ქარხნული ძრავით 1000 ცხენებს არ გამოიმუშავებს. უნდა დაახარჯოთ სადღაც $200,000, $150,000 და მერე მაგარი იქნება. ეგრე არა. $200,000 დაახარჯო, მაშინ ადექი პირდაპირ იყიდე ლამბო მაგალითად. Lamborghini-ს რო ასწრებს გაკეთებული. ხო, კი, მაგაში გეთანხმები. გამოგრე. აგერ, ცხაურა დავუყენეთ. შემდეგი ფარებიც უნდა ჩავ. ფარებიც ხელით იწყება. Так, შემდეგ რა ხდება? გადავედით შემდეგში. შემდეგში რა ხდება და ფარებში ვაყენებთ
ლინზებს. ლინზები უნდა თარ. ეს გადავდოთ. აგერ აი ესეთი ახსნა განმარტება აქვს. მოდ ჩავაგენოთ. ჩვენ გარამიდის. პინცეტი. სულუპები დაჭირდება მაგ საქმეს თუ ხელით. არა, პირდაპირ ხელით ეჭდება. პინცეტი მოყვა თუ შენ? არა, პინცეტი მე ჩემი მაქვს. არა, მოყვება ხოლმე და მაგით. შეიძლება სხვა ნომრებში იყოს, იმიტომ რომ იმანქანას მოყვა. აი ესეთი ლინზა აქვს. ეს. აუ ისე ხო ხელით იწყობა მე. იფშიო? ზის? არ აწრება. კარგად ზის? მე ჩავსვი. ერთი. სამი ცალი ნელა. სამი ცალი უნდა იყოს. რა. ეგა. სამი კი არ არის, ექვსია. ერთ ფარში. ხო, ერთ ფარში სამი. ჯამში ექვსია. ხო, ამ მანქანას რომ შევხედე ერთი რო ამასწავს იმ პროტოტიპს რა არ მომეწონა. ძრავში დამალდეს განათება რომელიც ფილმში არ არის. ხო. ანუ ლამაზია განათებით და რაღაცა, მაგრამ განათება არ არის რა იქ. ეგ თვითონ დაამატეს. ესე დაგჭა კიდე ეს არის ბუმექსის ბოდიკიტი რა. ვინც არის? ეგეთი კომპანია არის. და გადაწყობილია თავიდან ბოლომდე. ჩავსვი. და გამჩა ორი ცალი ყველაზე პატარები. თავისი ორი ლინზით. იმაში 54-ში ფარები იყო პირველ ნომერში არ მახსოვს. მე მგონი არა. რომელში? 54-ში. როგორ არა? იყო არ მახსოვს. კი. მზად არის. მოჩა და ბოლო გვერდზე რა ხდება? ბოლო გვერდზე ესენი უნდა ჩავსვათ ფარებში. იმაში. ფარებში. შუშებში რა. ბატონო. ხო. ვინც არიცით ამ მომენტისთვის ფორსაჟი გამოსული არ არის. ბოლო სერიები და უნდა გამოვიდეს და ყველა ძველი მანქანა ბრუნდება. ესეც მათ შორის. და ვინ დიზელმა თქვა რომ ბოლო ნაწილიო, სულ ბოლო ნაწილი ბრაიანთან ერთად იქნება. CGI-ით აბრუნებენ ბრაიანს, ანუ CGI არის კომპიუტერული გრაფიკით. ძმები შეასრულებენ ბრაიანის როლს. როგორც მე-7 ფორსაჟში იყო. იმათმა დაამთავრეს. ხო. და მე ვუყურებ ხოლმე ამ მანქანების რეპლიკების აწყობას. ყველა მანქანა ხო გაყიდულია და თავიდან აწყობენ რა. და კრეიგ ლიბერმანს ადამიანს რომელმაც ეს მანქანები თავის დროზე აწყო ჩართულია მაგ ამბავში და კრეიგ ლიბერმანთან ერთად აწყობენ. სხვათა შორის 74-საც აწყობდნენ ნახე. და მე ეჭვი მაქვს უყურას და 74-ის დრაგს ვნახავთ. ეგრე მგონი. ჩაჯდა? ხო. აგერ აი ესეთი ფარი რაღაცა გამოვიდა. ხო, უკანა მხრიდან აგერ ნახრეთები აქვს, სადაც ნატურები ჩაყენდება. კი ბატონო. და იქნება ჩვეულებრივად განათება. ხო, ანუ სხვა მასშტაბებისგან განსხვავებით ეს მაქსიმალური დეტალიზაციით არის თავის განათებებით ყველაფრით. კი ბატონო. ნამდვილად ეგრეა. რაღაც პერიოდის მერე ამის ელექტრობის გაყვანის თემა იქნება. მაგრამ ეს უფრო მარტივი იქნება ვიდრე 54 იყო, იმიტომ რომ იმას უფრო მეტი ნეონი აქვს. ხო, და პლუს მაგასთან ერთად მოყვა აი ეს
შუშები, მინები, რომელიც რო მერე უკვე სამომავლოდ ჯერ არა. არა. ინახაო მაგას. ხო. აქ არის მითხრებული. აი ესე დაფიქსირდება და მერე ჩადგება მანქანაში. და ესენი მერე დადგება აი ესე. აი ესე დადგება რა. აი ესე იქნება სადღაც აი ესეთ მდგომარეობაში. აი იმედია გამოჩნდება ხო, რა. ნახოთ. თუ არა და დავზუმავთ. ხო. გლეთ ეს მინები შევინახოთ ისევ. პირველი ნომერი მოჭი. ჩირო კარგად. დეკალები უნდა დავაკრათ ახლა. არა ჩანს. რა, დეკალები აკვრია აგე. ხო და აი ეს რაღაც 12 ნომერი ეს. ეს მერე სამომავლოდ და მაგიტომაც ხელი არ ვაქვს ხელი რა იყოს ეს. გასაგები შევინახოთ. კაი. პირველი ნომერი დავამთავრეთ. Thank you.